ეპიგენეტიკის და ამ ფაქტორების ზეგავლენა რა არის ჩვენ ჯანმრთელობაზე და ისევ ჩვენს ორგანიზმზე და ისევ იგივე თავის ტვინზე რო ვისაუბროთ და აი ამ ნეიროდეგენერაციის ან თუნდაც ასაკთან დაკავშირებული რაღაც დაავადებების მართვაში ამას რა როლი აქვს? ეს ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან ფართი საკითხია და ეპიგენეტიკა დღითიდღე უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს. რეალურად თუ რო განვარტოთ რა არის ეპიგენეტიკა, თვითონ გენი რა არის? ეს არის გარკვეული თანმიმდევრობა სტრუქტურის ცილის, პროტეინის, რომელიც კოდირებულია გენში, ხო, დნმ-ში. მაგრამ ძალიან ბევრი გენი საჭიროებს აქტივაციას ან შეკავებას. ანუ ესე არ არის, რომ მუდმივად განუწყვეტლივ ხდება ამა თუ იმ გენის მუშაობა, ხო? ათასობით გენი არის ჩვენს ორგანიზმში და გარკვეული დინამიკა ხდება, როდის და რა ფაქტორებით ხდება მათი აქტივაცია და ეს ვიძლია ის თითი არის და ეს ცხვირი, იმიტომ რომ რაღაცა ნაწილი გენებზე ჩართულია, რაღაცა ნაწილი განვითარების პროცესში გარკვეული ზემოქმედების შედეგად სხვადასხვა ნივთიერების თუ სხვა უჯრედების აქტივაცია გარკვეული თანმიმდევრობით ხდება, ან საერთოდ არ ხდება, პირიქით შეკავება ხდება. და ეს ეპიგენეტიკური რეგულაცია ზუსტად მაგას განსაზღვრავს, თუ როგორ მოხდება ამა თუ იმ გენის აქტივაცია ან შეკავება, ეს მეთილირები და სხვადასხვა ბიოქიმიური პროცესებით ხდება. და როგორც ადრე ვფიქრობდით, რომ გენეტიკა არის, თქვათ, ყველა ჩვენს ინდივიდში ჩადებული, დაპროგრამირებული, რაც გვიდევს გენეტიკაში, ის განხორციელდება. მაგრამ როგორც დღეს ირკვევა, მარტო გენი არაფერს არ განსაზღვრავს, თუ მისი რეგულაცია და ეპიგენეტიკური ნაწილიც არ მოხდა თანხვედრაში, აი განსაკუთრებით განვითარების პროცესში, ხო? იგივე ძალიან საინტერესო ექსპერიმენტები ტარდება და პრინციპი რაში მდგომარეობს, თქვათ, ერთი თაგვის შვილებს, თქვათ, ერთჯერადად დაბადებულ შვილებს ორად გაყოფენ, ხო ერთნაირი აბსოლუტურად გენეტიკა და სხვადასხვა პირობებში ათავსებენ და გარემოს, თქვათ, პირობების იგივე დედის ზრუნვა როგორ მოქმედებს მათ ემოციურ თუ ფსიქოგენეტიკურ მდგომარეობაზე, ხო? და ირკვევა, რომ თქვათ, ის წრუწუნები, რომლებიც დედასთან ერთად იზრდებიან და არა ხელოვნურ პირობებში, თქვათ, იზოლაციაში, გაცილებით უფრო ეს დედის გარეშე გაცილებით უფრო აგრესიულები არიან და ემოციური ფონი გაცილებით მეტი აქვთ, ხო? ერთის მხრივ რომ დაუფიქრეთ, გენები აბსოლუტურად იგივეა, ერთად დედმამის შვილები ტყუპები არიან, ესე ვთქვათ, მაგრამ აი ეს გავლენა, გარემო პირობების გავლენა და ეს ხორციელდება ზუსტად ეპიგენეტიკური მექანიზმებით ამ არსებულ გენების ჯგუფზე, თუ როგორ მოქმედებს გარემო პირობები, როგორ მოდულაციას, მოდიფიცირებას ახდენს ამ გენების ექსპრესიის, ან შეკავების, ან გაძლიერების, ან დაქვეითების. და ეს პრინციპი დღეს ძალიან მნიშვნელოვანი ხდება მედიცინისთვისაც, იმიტომ რომ არა მარტო თქვათ, უშუალოდ გენებზე ზემოქმედები და გენებზე ცვლილებით, არამედ ეპიგენეტიკური ფაქტორების მოდულაციით, მოდიფიკაციით შესაძლებელი ხდება ამ თუ იმ ფუნქციის და ამ თუ იმ პათოლოგიის შეცვლა სხვადასხვა მიმართულებით. ეს კითხვა არ დამისვამს ახლა მხოლოდ იმისთვის, რომ რაღაცა საინტერესო საკითხია, ხო? შემდგომში ჩვენ როცა რეაბილიტაციაზე ვსაუბრობთ, რეაბილიტაციის კომპონენტში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გარემო, ხო? სოციალური კონტაქტები ძალიან მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით ახლა თუ კი ვსაუბრობთ, რომ სტატისტიკურად უფრო ხშირად ხანდაზმულ მოსახლეობას აქვს ასეთი ტიპის პრობლემები და ჩვენთან საქართველოში ამ შემთხვევაში ეს კიდევ უფრო პრობლემურია, იმიტომ რომ ზოგადად რაღაცა ასაკის შემდგომ თითქოს ჩვენთან ცხოვრებას რაღაცა ხო იზოლაციაში არიან ეს ადამიანები. აი მოქმედებს თუ არა ეს ფაქტორები მათ შორის თავის ტვინის ჯანმრთელობას. ძალიან კარგი შეკითხვაა და ზოგადად რო არ ვისაუბროთ, კონკრეტულად გეტყვით, ისევ და ისევ ინსულტს დაუბრუნდებით ჩემს სფეროს. არის ესეთი მოდელი enriched environment, გამდიდრებული გარემო. როდესაც ელოდურად ვიცვევთ ინსულტს ვირთაგვებში, შემდეგ ვასალკევებთ ორ ჯგუფად. ერთი ჯგუფი არის ინდივიდუალურად გალიებში მოთავსებული, მეორე ჯგუფი არის დიდ გალიებში ჯგუფურად მოთავსებული და სხვადასხვა თქვათ სათამაშოები, მილები, კიბეები აქვთ იქ, რომელსაც აქტიურობა აქვს და ერთმანეთთან ურთიერთობის კავშირი.
გაგიკვირდება და რამდენჯერმე უფრო სწრაფად ხდება რეგენერაცია და ფუნქციის აღდგენა იმ ჯგუფში, რომელიც არის აი ამ გამდიდრებულ გარემოში. და ეს არ არის საინტერესო, რომ ეს არ არის დამოკიდებული მარტო ფიზიკურ აქტივობაზე. იმიტომ რომ თქვა იგივე დონის ფიზიკური აქტივობა რომ ჩაუტარო ამ ცხოველებს, თქვა სარბენ რგოლზე, ხო? ფიზიკურად დატვირთო. ისეთი ეფექტური ისიც გარკვეულწილად, რა თქმა უნდა, ეხმარება რეგენერაციას, მაგრამ ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე როდესაც სოციალიზაცია ხდება და გამდიდრებული გარემო არის. ამიტომ არის რომ დღეს მაგალითად ძალიან იშვიათად რომ პაციენტს თუ არ ჭირდება რაღაცა სპეციფიური მკურნალობა, რაც სახლში არ ხდება, ჩვენს დასავლეთის კლინიკებში მაქსიმალურად სწრაფად ცდილობენ რომ დაუბრუნდეს პაციენტი, მით უმეტეს ხანდაზმული პაციენტი ჩვეულ გარემოს და მათ რესოციალიზაცია მოხდეს და არა ვთქვათ პალატაში. რაც ადრე იყო რომ თვეობით შეიძლება იგივე ინსულტის პაციენტი წოლილიყო კლინიკაში ყოველგვარი მიზნის და შედეგის გარეშე უბრალოდ რომ მოვლა სერვისი. ხო, სერვისი, მაგრამ ეხლა უკვე ვთქვათ დღეს რამდენიმე დღეში 3-5 დღეში უკვე ინსულტიანი პაციენტები მაქსიმალურად სწრაფად თუ რაღაცა განსაკუთრებული სერვისი არ ჭირდებათ უბრუნდებიან თავიანთ საცხოვრებელ გარემოში და ეს ზუსტად ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი არის და ეს ასევე მოქმედებს ახლა ალცჰაიმერის დაავადებას თუ დაუბრუნდები და დემენციას რაც განუყოფელი ნაწილი არის აი ეს სოციალური აქტივობა თქვათ ტვინის ვარჯიში დავარქვათ ხო ისევე როგორც კუნთების ვარჯიში ეხმარება ხანდაზმულ ადამიანებს რომ განლევა არ მოხდეს, ატროფია არ მოხდეს კუნთების, შეიძლება უხეში ანალოგია, მაგრამ მსგავსი არის პრინციპი იგივეა, რომ უნდა ამუშაო სტრუქტურა, რომ მან არ მოხდეს მისი გაფუჭება, დებისგან გაფუჭება, მოდი ესე მარტივად რომ დავარქვათ და აი ეს სოციალიზაცია და ვთქვათ ინტერაქცია ადამიანებს შორის ან გარემოსთან რაღაცა საქმიანობა, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის არა მარტო ვთქვათ ფიზიკური, არამედ ასევე კოგნიტური დაქვეითების თავიდან ასაცილებლად. თან ჩვენთან აი ბოლო წლებში ასევე აქტუალური იყო ეს საკითხი, ხო, რაღაც სივრცეების, სადაც შეიძლება რომ ადამიანები დროს ატარებდნენ ხანდაზმულ მოსახლეობაზე გვაქვს საუბარი, რაღაც თქოს ნეგატიურად არის ჩვენ შემთხვევაში ეს აღქმული, მაშინ არა, პირიქით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა იყოს, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია და აი ახლა უცებ გამახსენდა ერთი ძალიან კარგი მაგალითი, რომელიც უწურად მახსოვს ფინეთმა დაიწყო, როცა საბავშვო სივრცეები გააერთიანა ხანდაზმულებთან. ხო, ალბათ ესეც საფუძველი. კი, ძალიან საინტერესო მიდგომა იყო ბავშვებისთვისაც და ასევე ხანდაზმულებისთვის. ეს ალბათ გამოიღებს იმ შედეგებს, რა შედეგებიც მოსალოდნელია, ახლა იმ რაღაც სამეცნიერო ინფორმაციის ფონზე, რომელიც გვაქვს დღესდღეობით.